ვინც უყურა Drift Tags ჯონისთან ერთად ყავდა მოწვეული და იქ აღნიშნე რომ კიდე გადავიღებდით ძალიან ბევრ ვიდეოს. ალბათ ყველას საინტერესებს თუ რა სტილის ვიდეოები იქნებოდა, თუმცა მაგას საიდუმლოდ დავტოვებთ და ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ყველა კითხავს პასუხი გაეცემა. ამიტომ ახლა ჩვენ დავიძროებით რომ ჯონი შევხვდეთ და ჯონი მიგყავს რომ მოვხოდოთ. წავედით, всё. დავიზარით უკვე ჯონი გველოდება, ჩავისვავთ და წავალთ რომ მოვიხოდოთ ყველა ერთად. ჯონი უფრო რომ მოიხოდოს, მაგრამ ჩვენთან ერთად. მოკლედ რა ხდება ახლა? ჩვენმა ერთგულოვან სპონსორებმა გადაწყვიტეს, რომ ჯონის დახმარებოდნენ და ამისთვის გამოყვეს რაღაც სპეციალური ბიუჯეტი, მაგრამ აქვე დავამატებ იმას, რომ მათი დაჟინებული თხოვნა იყო ის, რომ არ გვეხსენებინა, რომ მათ მოგცეს ეს ფული და გვითხრეს, რომ უბრალოდ ფულს მოგცემთო და თქვენთან მიხედათ მაგ საქმეს თქვენგან დაეხმარეთო, მაგრამ მე ვთვლი, რომ ზუსტად საქმეც მაგაშია, რომ კარგი სპონსორი, რომელიც კარგი იდეებისთვის და კარგი პროექტებისთვის გაფინანსებს, ეს ორმაგად დასაფასებელია. სპონსორი, რომელიც ხვდება თუ რა პროექტი არის მართლა ღირებული და არა ის რაღაც სისულელებს რო აფინანსებენ ხომ და რო აღარ იციან ჰაიპისთვის და ნახვებისთვის რა გააკეთონ და რაღაც 1000 სისულელეს რო აფინანსებენ კომპანიები ვიღაც სხვადასხვა იუთუბერებთან. პირდაპირ ვიტყვით თქვენთან გადაწყვიტათ როგორც გინდათ ისე მიიღეთ ეს ნათქვამი. თავარი აზრი, ანუ რატო ვაკეთებთ? ხო შეიძლება ვიღაცას მოვიდეს თავში, იგივე კითხვა, რომ აი თქვენ რატო შვებით მაგას მაშინ. ანუ რეალურად ჯონის ძალიან ბევრი ადამიანი უღებს ვიდეოს და ისეთ ფორმატში გამოყავთ ყოველთვის ჯონი, რომ თითქოს რაღაცა უნდა გაერთოს და всё კარგად იყავი ჯონი. ჩვენ შეგვიძლია და გვინდა და სურვილი გვაქვს, რომ დავეხმაროთ მაგ კაცს ჩვენს გვერდში დავიყენოთ, რაღაც გავაბედნიეროთ, სადამდე შეგვიძლია და სადამდეც ხელი გაგვიწდება და რაღაც ყოველ შემთხვევაში ერთი დღე მაინც ვაჩუქოთ, ისეთი რომ რაღაც ბედნიერი იყოს. მოკლედ ჩვენმა ერთგულმა სპონსორმა Valvoline Georgia-მ, ეხა ვიცი რომ ძალიან გაუტყდებათ ეს რო თქვი, მაგრამ მე ვთვლი რომ უნდა თქვა და ჩვენ ვთვლით რომ ეგეთი კარგი საქციელი უნდა დაუფასდეს კომპანიას ყოველთვის და ასევე თქვენ იცით რომ ჩვენ დაგვიმეგობრდა და დავმეგობრდით Georgian Express-ი, ეს არის საფოსტო მომსახურება გადაზიდვები ოღონდ საქართველოს ტერიტორიაზე, შიდა ტერიტორიაზე. ისინიც იღებენ ჩვენს ზოგიერთ პროექტში რაღაც მონაწილეობებს, რომელსაც სამომავლოდ კიდე გაიგებთ. მოკლედ ესე გვითხრეს, რომ თანხას გამოვყოფთ რამდენიც საჭიროა, ანუ კონკრეტული ციფრი არ დაგვისახელებია. ჩვენ დღევანდელ ვიდეოში როგორც მივხვდით სურათთან გამომდინარე, გადავწყვეტეთ, რომ ჯონისთვის გვეყვიდა საჭირო ტანსაცმელი. ასე რომ გვითხრეს, რომ თანხას მოგცემთ იმდენი, რამდენი საჭირო იქნება, იმისთვის, რომ თქვენ მიაღწიოთ მიზანს და ის ადამიანი იყოს კმაყოფილი. ამიტომ ეს ორი კომპანია არის ჯერჯერობით დღევანდელ ვიდეოს სპონსორები, შეგიძლიათ ასე თქვათ, და ამ კომპანიების დამსახურება ყველაფერი, რასაც დღევანდელ ვიდეოში ნახავთ. ზუსტად ამიტომ ვამაყობთ ჩვენი სპონსორებით, რომ ეს არ არიან უბრალოდ სპონსორები, ეს არიან ჩვენი მეგობრები და ყველა კარგ წამოწყებულ საქმეს გვერდში უდგანან და სიხარულით ხვდებიან. აი ლიჟბი მიხვიდე და რამე კარგი საქმე შესთავაზო, ყველაფერს უდგანან გვერდში. ეხლა უკვე ჯონისთან მივალთ, ჩავისვავთ და დავაწვევით მაღაზიებში. აი, ჯონი გველოდება თავის ლოკაციაზეა. ტრიალდებით ეხლა და მივალთ. ავტრიალდები. ჯონი ჩვენთან არის. დაროვა მეგობრებს. ჯონი მიყავს მოკლედ. ეხლა რომ რაც გჭირდება, აუცილებელი რაც არის ამ პირველი ეტაპისთვის, ეს არის ტანსაცმელი, იმიტომ რომ ზამთარი აცივდა რაღაც აქეთ-იქეთ. ყველაფერი უყიდოთ და არა მარტო ტანსაცმელი. პირველ რიგში გავარჩევ მადლობას მოგახსენებთ ჩემო კარგო მეგობრებო, გიორგი და მეც გიორგი მქვია. ორივე გიორგო. მადლობის გულისთვის არ მიყვევ ხარ, შენ ჯიგარი ხარ და მართლა გვინდა რომ დაგეხმაროთ, იმიტომ რომ რავი, შენგან აი სხვა ის დაგვრჩა. მე არ დავმალავ მეგობრებო და გეტყვით რომ ეხა ჯონი სანამ გავიცნობდი, რაღაცა სხვა შეხედულება მქონდა ამ ადამიანზე, მაგრამ ანუ აბსოლუტურად ყველანაირად ადეკვატური არის და ანუ ეხა თქვენ რაღაც ჯონი ისეთი მხრიდან გაიცანეთ, გეგონება აუცილებლად ხალხი უნდა გაართოს და სინამდვილეში ეს ადამიანი აი ბევრზე მეტად მაგრად აზროვნებს და ბევრზე მეტად ალაგებს თავის აზრებს. გიორგი სარიშვილი იყო ერთადერთი პიროვნება, რომელმაც კაროჩე მოსა იგივე სტატიც, რომ გამომეჩინა ჩემი კაროჩე შესაძლებლობა, გამომეჩინა ჩემი სიყვარული კაროჩე მინა გიორგისა და Drift Tags-ის მიმართულებაში ყველაფერი არის ძალიან კარგი. მოვედით. მანქანას დავაყენებთ და შევდივართ მოლში. ხო, გაიკეთეთ, თორე არ შეგვიშვებენ ახლა და
Так, მე გოგრებო. Ie, რა მოდის ხორება? გამგარი. როცა მოგიყავ, Very good. Joni, რომელი მოხდა? ფილი გავაცრა, ხო ჯონი? ეს გოგოს ხო? არა, ბიჭების არის ყველაფერი სადაც. ხო. აი. არა, ეს ძალიან მაგარი რაღაცაა. ხო, ანუ შენ უნდა მოგწონდეს. თავარია თბილი. იგი ჩემია? ეს მაინდორ ძალიან მაგარი რაღაცაა. პრაქტიკია ბიჭო გადაო. ხო, ანუ შენ გირჩევნე თბილი იყოს, ხო და სკე? კაი, ხო. ხორახი გამხილა. ხო, პრაქტიკია. ნახე. ზომანა. ზომა ეს ხო გექნება კარგად. კი, ზუსტად მაგიზომა. ხო, რა ზომა ნახე? ემი, კი. კი, ზომა. ემი დაიჭერე ჯონსბერგზე. მიანა. ხო. всё, კაი. არა, იმენა კარგად ექნება. დავა, всё. ჯონიც გაადრეთ სურათში. არა, ეს დაევასა, всё. კურტკა გადაწყვეტილია. დავაი, მაიტა. ემი შუა რაღაც დაავაგარი. კაი. ყოველ ბერნაში კი ვარა. ო, ემი, ნახე გიო. ზომაც რო ემი აქვს, იმენა სულთა BMW-შნიკურად. აი, ნახე, ესეთი ხარ დაუთხრიეთ. დავაი, რა ზომა გაქვს ბიჭო ფეხი? 53. ჯონი, სადა? არა, ჯონი გავკარგ. ჯონი რა ზომა? არა დაგვეკარგ. რომელი მოხდა შენ ხელი დაადე? ეჭობია. კიდე ნახე რომელი გინდა? რა? ხუდი. ხუდი რომელი გინდა? არა, გასალია, ბო. არა, რა პატარა. ეგ არის, всё. ეგ არის. ასე თუ რამე გამიხადებოდა, მაგდა დამიგონა რა. მასას. მადლობა გიორგი. ორივე გიორგი. დავა ერთი შარვალიც ავარჩიო. ჯონი, კიდე ერთ სპორტული ნახე, აბა რამე. აუ ეს მაგრა დამივასო. დაგევასა? იხმართეთ, არ გაგიჭირდება? დავაი, დაგევასა, აიღე ეგეც ემი. აი იმეჩი. ეგ არის. რა გრჩება კიდე? ერთი ჩვენი საფილმო ხუდი. კი, ჩვენ კიდე ერთ ხუთს გჩუქნით ჩვენსას. ნასკები რაღაცები ტრუსკები გინდა? დავაი, ავიღოთ. რომელი ხელი გინდა? ეს? ზომა. კაკა შენ ზომა ისინა. ხო, აი შეკლა. ჩვენები მოვასება მაგრად, ა? ძელი? ჩვენები. ო, ბაზარია. სხვანაირი. კაია, ეგ ნახდათ. ხო, რა სიტყვი? შენ უნდა არჩიო. აღარ მოგწონს გითხარ? ეს? ჩვენ რა საკოლოს კამერია მოსმა. ვარ დაუყოთ ეს. დავაი, მოდი. მარტო ვარ დაუტოვო, რა მე ხომ დაუყო. 39 რა ვერა. საკაიფოა ეს. კი, მა. მოგწონს? კი. იო. დავაი. ბიჭო, თარგმან დაკომე, რა დამეკარგო, რა მოგდა. ჩემი დაბადების დღეა. ნუ დაგვიმო. მაყოფილი თუ საუკეთესო ხასიათზე ვარ. ძალიან გამოყოფილი ვარ, ნუ, იმიტომ რომ შენ გიო? ამდენი შენ თუ ხარ მაყოფილი? ნო. ნუ არა გადაო, ბიჭო. თავარი მაყოფილი იყო ჯონი. არა, ბაზარიალა გამოყოფილი ვარ, ნიუ-იორკის ფასებია. კიდე ნიუ-იორკის ფასებია შეიძლება. ეს ყველაფერი მა კარგად ჩაიარა. ჯერ არ დამთავრებულა. ჯერ არ დამთავრებულა დაჟე. მადლობა. აი რა. ეს ბოლო საინტერესო. საფულე. საფულეს რა აზრია უხულოდ? იმ საფულეს დედას რომელსაც ფული არ არის, ამიტომ მაგაში ფულია.
დაიხარეს მამა. უთით შეინახეთ. ვაუ, შკიმისოლა. ედა. გაი არ და ბევრი დათვლა. კიდე დედამიწაზე ვერსეთი ვერ ადამიანებს ვერ გააკეთებდა. ამიტომ მადლობა გიხდი და პერიოდის დაიხარე, მადლობა. ეს ერთი და სხვა მრავალი მილიონი. დიდი მადლობა. მაგალითი იყოს. რა თქმა უნდა, მარტო განსაცვლელი არ ყოფილდები, ჯონის კიდევ ბევრი პრობლემა აქვს ცხოვრებაში, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, ჯონის აქვს პრობლემა ფეხზე, რომელიც მინდა რომ გითხრათ, რომ თუ ვინმე გამოჩნდებით, რომ თქვი რა გჭირს სიტყვში? ანუ ანთება არის რა. ანთება. დიახ. ანთება აქვს როგორც თვითონაც ფეხზე, მართლა კოჭლოს და ძალიან უჭირს სიარული. თუ შეგიძლიათ ვინმე მოგწერეთ, ვის შეუძლია დაეხმაროს, რომ მივიყვანოთ და გასინჯონ და შესაბამისად უმკურნალოთ. ეს არის ყველაზე მინიმუმი, მე მგონი რა შეგვიძლია ძალიან კარგ ადამიანს გავუკეთოთ ჩვენ. მთელი მიზანი არის ის, რომ ბევრი გწერდა, რომ ყველა ერთად დავეხმაროთო. ანუ ყველა ერთად დახმარება და ვისაც მართლა დახმარება უნდა, ეს იყოს მაგალითი მაგას. ანუ მაგას ვიმეორებ ისე, რომ ძალიან მარტივია, რომ ჯონი იპოვოთ. ნუ არც ისე მარტივი სიმართლე როგორც ამ, მაგრამ მარტო მოინდომებ ყველაფერს გან. კი, 10 უკვე ჯონი გავრთხილებულია, არ უნდა დაიკარგოს. ჯონის ტელეფონის ნომერი გვაქვს, ამიტომ დღეიდან ძალიან მარტივია ჯონის პოვნა. ვინმეს თუ მოუნდება ჯონის პოვნა და დახმარება, ერთადერთი რაღაც უნდა გააკეთოს, უნდა მოგწეროს Facebook-ზე, მივცემთ ჯონის ნომერს, ხო ეგრეა ჯონი? ხომ და დამირეკოს კალაში და ყველაფერი კარგად გიქნება, მაგიო ეხლა გეხვეწებ ერთი ხილი ბობო და ერთად ბობო. ყველაფერი კაია, მაგრამ სიგარეტი ერთი და მოაწევი. აზარი არა. ისეთი ყურა გადაუხსებინეთ ეს აი. ისევ ჯონის უბრუნდებით, იმიტომ ჩვენი ბოლო საჩუქარი გვაქვს გადასაცემი ჯონისთვის, სპეციალურად ჯონისთვის გავაკეთეთ კაპიშონიანი ჰუდი და თან ნახავთ ჯონიმ როგორ მოირგო ის ტანსაცმელი, რომელიც თვითონ არჩია. აი ეს ხუთი და ამ ჯოებს, ჯონის ჩუქნით ჯოებს. რომ ვინც დაეხმარება, თქვენც იცოდეთ, ჯონის და ხელს გაუმართავს, ვისაც გადაწყვეტავს, ჯონი აჩუქებს აი ამ ჰაერის არომატიზატორებს. რომელიც ჩემთან აღგერ. გავახარ ძმაო. ჯიგა, როგორ ახარ? ახერ, აკაცი ძმაო, ეგრე აჯობია. იმენა. მალროლის მოგერგო ფეხი. იმენა ვაფშე შენ დას მოერგო საჩუქარი? კი, სპორტში ძალიან მოეწონა საერთოდ რა. ძალიან კაი. ვეცადოთ რომ სისხლში მოსულიყავით კუთხეში, რომ ჩემი ხმა კარგად ისმოდეს. პირველი ეს არის ჯოები, ჯონის ვაძლევთ ჯოებს, ვინ შენ დაგეხმარება, თუმცა და ვინ შენ გაგისწორებს, შენ რო აჩუქო იმას, ეს სუნი, ვის მანქანის. ანუ მანქანის ისენია სუნები, ხო ხტები? ვინ შენ ჯიგრულად დაგეხმარება, ვისაც შენ ჩათვლის საჭოთ, იმას აჩუქე. მიხვდი ხო? ანუ შენს ხო გინდა აციბე, აი ფული გაჩუქო ვიღაცამ და შენს გინდა რაღაც აჩუქო. ვისაც შენ გადაწყვიტავ, იმას უგრევე ძმაო და ჯოები. ვიდეოშიც მიმართავთ, ვინც დაეხმარებით, ჯონისგან გექნებათ საჩუქარი რა და მთავარი. სპეციალურად ნო შენთვის გავაკეთეთ კაპუშონიაზე და ჩვენ იმენა შენთვის რომელსაც აწევია ინგლისურად მედ ჯონი ძმაო. აჰა. იმენა შენი სახელობის მე კაროჩე ახლა უყურე ჩემი დაწემილი ლექსი რომ დავაი ლექს დავაი გიორგიზე ლექს დაწყე. ესე იგი ჯოკრის კარჩი ამოვიდა ყავავი ახმელიას ისე გასკდა თავი არასოდეს არ დავარყავ ყავს რადგან დრიფჩი სარიშვილი ყავს ჯონი ეხა შენ გვინდა თქვა შენი ოცნების მანქანა რა არის რომ იქნე ვინმე გადმოგხედოს და მაგაზეც ძმაო რაღაცა ან გათხოვოს ხოლმე ან გაჩუქოს რა ვიცი ან რუსთავში ჩაგიყვანოს ხოლმე და დაგსვას და გაკატავოს რა არის შენი ოცნების მანქანა თქვი იქნე ვინმე გამოჩნდეს რა იცი რა ხდება ჩემი ოცნების მანქანა არის E36 ბრატ E36 კი 4 კარიანი ძოლი ტროიკა იმენა 4 კარიანი სტროკაც 36 ნუ მაგარი მანქანა E36 იქნება ვინმე გამოჩნდეს და CS პატივი ამ კაცს რომ კიდე ანუ ეგ არის ეხა მანქანა შენთვის სახლიც იქნება და მანქანაც იქნება მაგალო მეყოლება ცოლსაც მოუკა კარგი ცოლი რით არის ნაღდი დრიფტერი და იცის რომ ცოლს რომ მოიღოს ფული აღარ ექნება მერე კარგი მადლობა რომ ესეთი კაი ადამიანი ხარ ძმაო ჯიგარი ხარ და რავი შენ ღმერთი აუცილებლად გადმოგხედავს იმიტომ რომ მართლა კარგი ადამიანი ხარ
გაიხარ. ჯიგა. დასრულდა ჩვენი ვიდეო ჯონისთან ერთად. იმედია რაღაც წავახალისეთ, გავახარეთ მაინც ცოტათი. ისევ იმ თემას დაუბრუნდები, რომ ეს ვიდეო გავაკეთოთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მაგალითი იყოს ხვებისთვის და არა მარტო ჯონი, ნებისმიერი ადამიანი, ვინც შეგხვდებათ, ცოტა გაჭირებულია, ყველა ერთად დავეხმაროთ და ყველას. და რატო ავარჩიეთ ჯონი? მთავარი კითხვა არის, თუ რატო ჯონი და არა სხვა. პირველი რომ ძალიან ცნობილია ავტომობილების თემატიკიდან გამომდინარე, იმიტომ რომ კარგი ვიდეოები დევს ჯონისი, რომლებშიც ჯონი ხუმრობს მანქანებზე და სასაცილო პატარა მომენტები აქვს, რაც ხალხმა იცის და მაგიტო უყვართ ჯონი. ასევე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ჯონისი, რომ დრიფტ-აკში მოგვეწვია როგორც სტუმარი და მოვიწვიეთ. და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ამ ზამთარში, ამ ცუდ ამინდებში ჯონისთვის რაღაცა სიკეთე გაგვეკეთებინა, მაგრამ კიდევ გამეორდებით ორივე გიორგი, რომ ჩვენ გვეგონა, რომ ჯონის ჰქონდა თავშესაფარი, ანუ სახლი ჰქონდა და სადაც ღამეს გაათენებდა, თუმცა ეგრე არ აღმოჩნდა. არაფერი არ გააჩნია ჯონის და ზუსტად მაგიტო ვიძახი, რომ ჰეპი-ენდით ეს ვიდეო ვერ დამთავრდა. აქვე შეგახსენებთ, არ მინდა გამომრჩეს ის კარგი იუთუბერები, პატო, რომელიც ყავდა დრიფტ-აკსის სერიებში და ერთად გადავიკვეთეთ რამოდენიმეჯერ, უმაგრესი ადამიანი, რომელიც ეწევა ქველმოქმედებას, ეხლა ხვდები თუ რა кайფს იღებს და რა სიამოვნებას ამ ყველაფრით, რომ ხალხს ეხმარება როგორც შეუძლია ისე. ასევე არ მინდა გამომრჩეს გუჯა, მეტი პოზიტივიერო, რომელიც ასევე ქველმოქმედებით იყო დაკავებული და არც ეგ არ მინდა რომ გამომრჩეს. კიდე ვინმე თუ გამომრჩა და ქველმოქმედებას ეწევა, არ ვიცი, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ყველა კარგ საქმეს აკეთებთ. ასევე ვინც ქველმოქმედებას არ ეწევა, მათ შორის ჩვენ ქველმოქმედები არ ვართ, ჩვენი განხრა გვაქვს, უბრალოდ ესე მოხდა რომ გადავწყვიტეთ, რომ ჯონის დავხმარებოდეთ, მიმართავ სხვა იუთუბერებს, ჩვენ კოლეგებს, რომ ყველამ თუ შესაძლებელია ერთი ადამიანი აარჩიონ თავისი სფეროდან გამომდინარე და იმათაც დაეხმარონ და რაღაც დღე გაუხალისონ. ნუ ეს რა თქმა უნდა უბრალოდ თხოვნა არის და კარგი იქნება, ეგ თქვენი გადასაწყვეტია, მე ჩემ აზრს არავის თავზე არ ვახო. კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა ჩვენ სპონსორებს, რომლებიც კარგი საქმისთვის ყოველთვის იცლიან და ყოველთვის გვერდში გვიდგებიან. კარგი სპონსორი ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ არ გთხოვენ უაზრო პროექტებს, უაზრო ფულის ფლანგვას, უაზრო პიარი და ჰაიპისთვის. ამიტომ ჩვენ იწყა დაგვრჩენია დაგემშვიდობოთ, დაწერეთ თქვენი კომენტარები, თქვენი მოსაზრება. სხვა დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენეს. დახმარება თუ დაგჭირდება ჯონისთვის, აუცილებლად ნომერს გადმოგცემთ, შეგიძლიათ დაურეკოთ, ჯონი გაფრთხილებულია და რა ვიცი, მე მგონი კარგ საქმეს გააკეთებთ. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ხართ და ჩვენ არხს უყურებთ და ჩვენ ვიდეოებს უყურებთ. მე მხოლოდ ის დამჩენია, რომ დაგემშვიდობოთ. დროებით მომავალ შეხვედრამდე.